მოგესალმებით ჩემო არხის მაყურებლებო და მსმენელებო. დღეს 14 იანვარია, კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს, მრავალდაერთ არის. ეს ყველა ოჯახისთვის ეს ახალი წელი, რა თქმა უნდა, ყოველივე ახალს ველოდებით, იმედები გვაქვს ასე შემდეგ. ყველა ოჯახში ბედნიერების, სიყვარულის, ბარაქის მომტანი ყოფილიყოს და სიხარულის და წინსვლის წელი ყოფილიყოს ყველასთვის. კიდევ ერთხელ სრულიად საქართველოს ულოცავ ახალ წელს. მე გიბრუნდები სპორტული სიახლეებით. ეხლა ჩვენი სასაუბრო თემა იქნება მორიგი სუპერთასი, რომელიც ძალიან მაგარი მატჩი იყო და სანახაობრივი მატჩი შემოგთავაზეს მადრიდის რეალმა და ბარსელონამ ამ ორი გუნდის მონაწილეობით. საბოლოო ანგარიში კი 3-2 დაფიქსირდა ბარსელონამ გამარჯვების. სტატისტიკას გადავხედე და კიდე ინფორმაციების შესახებ რომ შემდეგი ამბავი ის არის, რომ 16 მოგება უკვე ბარსელონას მოუგროვდა 16 მოგება, მადრიდის რეალს კი სუპერთასის მფლობელი 3-ჯერა, რაღაც 3,000-ზე მეტია ბარსელონას მოგებული. იმ პრინციპით გადავხედოთ, რომ ბურთის მფლობა და შეტევები ბარსელონას მხრიდან უფრო მომდინარეობდა და ანგარიძეც აიცახა კიდევ ერთხელ. მის შემდეგ კი არავის არ გაუკვირდება ალბათ ჩაბი ალონსომ დატოვა მადრიდის რეალის წვრთნელი სპორტი და უკვე ახალი წვრთნელის, რომელმაც ჩაიბარა მაქსიმუმი იქნება ჩემპიონთა ლიგის ჩემპიონობა, მაგრამ ჯერ ნაადრევია ამაზე საუბარი. ნახოთ როგორ განვითარდება მსოფლიო სპორტის შესახებ. მსოფლიო სპორტში როგორ განვითარდება ამბები და ასე შემდეგ. ეხლა კი როგორც ვიცით, კიდე ერთი ის, რომ მოკლედ როგორც ვიცით, ლივერპულმა 4-1 გაანადგურა მეტოქეთ და მეოთხე ფინალის საგზური მოიპოვა ინგლისის თასის. რა თქმა უნდა, პრინციპში ძალიან დომინანტური მატჩი იყო და სრულიად ამ სიტყვის მნიშვნელობით ლივერპულმა დიდი ნარვიჯი გადადგა. ეხლა კი როგორც მოიხსენება დანარჩენი, უნაიტედმა ისევ წააგო. უნაიტედში კიდე გაურკვეველი პრობლემებია და ასე შემდეგ. ჯოშ მიქაუტაზემ უკვე 5 გოლი დაუგროვდა და მის ანგარიზე მორიგი 1 ასისტი. საერთო ჯამში ჯოშ მიქაუტაზემ უკვე 13 გოლი გაიტანა ჩემპიონატების 100 მატჩებში მიიღო მონაწილეობა. თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ, გამოიწერეთ, მე დაგიბრუნდებით დაახლოებით 4 დღეში.